საბჭოთა ბელადის მონუმენტი ამიერიდან გორში მისივე სახელობის მუზეუმში იდგება. საბჭოთა კავშირის ლიდერის კულტურული მემკვიდრეობა შიდა ქართლის ადმინისტრაციამ ერთი მიზეზის გამო გადაიტანა. ამ ადგილას 2008 წელს გორის დაბომბვისას გმირულად დაღუპული ადამიანების მემორიალი უნდა დაიდგას. სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორის ცენტრში გვიან ღამით დაიწყო. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ადგილობრივმა პოლიციამ იმდებარე ტერიტორიაც გადაკეტა. თუმცა მონუმენტის დემონტაჟს ადგილობრივი მცხოვრებლები თვალს მაინც დიდი ინტერესით ადევნებდნენ. კი მესმის რომ ისტორიული მომენტია, ისტორიული ძეგლი იყო და დიდი ხანს არსებობდა აქ, მაგრამ არც ის იქნება ურიგოთ ჩემის აზრით რომ გადაიტანოს მუზეუმთან, იმიტომ რომ იქ სტალინთან ასოცირდება ყველაფერი. მოვა დამთვალიერებელი არ არის, მე მგონი ძალიან ისეთი გადაწყვეტილება და იქ უნდა იყოს. ჩემთვის მისაღებია და თუ მით უმეტეს ხალხის აზრია ისეთი რომ აქ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირების მემორიალი აღიმართება, ეს კიდე უკვე უფრო საუკეთესოდ წაადგება ქალაქსაც. მინდა გითხრათ, რომ ამ ადგილას აუცილებლად აღიმართება იმ ჩვენი გმირების საპატივსაცემლო მემორიალი, რომლებიც დაიღუპნენ სწორედ რუსეთის აგრესიის შედეგად. ხოლო ამ ძეგლს რაც შეეხება, ჩვენ შევთანხმდით და ეს ძეგლი გადატანილი იქნება ქალაქიდან არასად არ გავა და ის გადატანილი იქნება სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადავიდეს ძეგლი მუზეუმის წინ იდგეს და იქ უფრო მეტი მნახველი მედის, მეტი დამთვალიერებელი მედის და ძეგლსაც იქვე ნახავენ, მუზეუმსაც იქვე ნახავენ. იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის 6 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება გორის ცენტრში საბჭოთა ბელადის სიცოცხლეშივე 1952 წელს დაიდგა. ქანდაკება გრანიტის 9 მეტრიან კვარცხლბეკზე აღმართეს და მას 3 იარუსი ჰქონდა. იარუსები ტრიბუნების ფუნქციას ასრულებდა. ტოტალიტარიზმისა და საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეული ბელადის ძეგლი ამიერიდან როგორც სამუზეუმო ექსპონატი ისე იქნება დაცული.